თბილისში პროტესტის 214 დღეა. 7 თვეზე მეტია, რაც მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციაზე, რუსთაველზე, მთავრობის შენობებთან, საკანონმდებლო ორგანოს წინ და ხელისუფლებას ერთსა და იმავე მოთხოვნებს უყენებენ. განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, დაინიშნოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გადადგეს მოქმედი ხელისუფლება და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას. პროტესტის 212 დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა პროტესტის მძიმე ფორმა, შიმშილობა გამოაცხადა. ელენე ხოშტარია იყო პირველი, ვინც რუსთაველის გამზირზე დაიწყო შიმშილობის პროცესი. ამის შემდეგ მას შეუერთდა გედევან ფოფხაძე და ასევე რამოდენიმე სამოქალაქო აქტივისტიც. მე მინდა გამოვაცხადო ახალი ფორმა ჩემი ბრძოლის და ეს ფორმა არ არის ან ემოციური, ან გაუაზრებელი. ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. აქ არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, უბრალოდ რაღაცა სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ ციცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს არ ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით. ერთდღიანი შიმშილობის შემდეგ ელენე ხოშტარია შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მედიკოსების ჩარევა. მას გაუწიეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კონსულტაცია. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამწუხაროდ დღევანდელი პრეზენტაცია ვერ ჩატარდება. მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და სამედიცინო კონსულტაცია. ამჟამად უკეთ არის, თუმცა პრეზენტაციის ჩატარება სამწუხაროდ დღეს ვერ მოხერხდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება თუ როდის იქნება ეს პრეზენტაცია და მინდა მადლობა ვუხდით সকল ადამიანს, ვინც ამ პრეზენტაციას. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო მოძრაობა პასაჟურ ფაზაში შევიდა, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს, უფრო მეტიც, ბოლო თვეებში მიიღეს არაერთი კანონი, რომელიც ექსპერტებისა და დამკვირვებლების შებასებით კიდევ უფრო ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ახლა უკვე კანონით დაჟადია ადმინისტრაციული თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, რომელიც შესაძლოა შეფასდეს როგორც შეურაცხყოფელი, გამოიწვიოს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. საზოგადოებაში შთაბეჭდილება იბადება, რომ საპროტესტო სივრცის შემცირების პარალელურად ხელისუფლება ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას როგორც ქუჩაში, ისე სოციალურ სივრცეში. კანონის ჩარჩოები, რომელიც თითქოს სამართლებრივ მიზნებს ემსახურება, რეალურად აქტივისტებისა და უბრალო მოქალაქეების დასაშინებელ იარაღად იქცა. და მაინც პროტესტი გრძელდება, მცირე ჯგუფებად, დეცენტრალიზებულად, მაგრამ გამუდმებით. ბევრისთვის ეს წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. მიუხედავად ზეწოლის, დაღლილობისა და მზარდი სასჯელის მუქარისა, ისინი კვლავ გამოდიან და ამბობენ, რომ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს მათ ბრძოლას სამართლიანი, დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსათვის.